სათამაშო შოუ ინტუიცია. თუ ჩვენი სტუმარი 8 პირად მონაცემს შეუსაბამებს 8 უცნობ ადამიანს, ის მოიგებს 20,000 ლარს. მაშასე, ქალბატონებო და ბატონებო, შეეგებეთ ნიკა გრიგოლია. გამარჯობა. ნიკა, შენ ჩვენი თამაშის წესები კარგად იცი, ამიტომ აღარ აგიხსნი. გეტყვი, რომ შენს დასახმარებლად დღეს მოსულები არიან შენი მეგობრები, მანუჩარი და სოსო და მოდი გავეცნოთ ახლა 8 უცნობ ადამიანს. გავეცნოთ ასევე 8 პირად მონაცემს. ექიმი, კაფელის ხელოსანი, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი, კატა, ამ გადაცემის ყოფილი წამყვანი, იეღოველი, თავრობაზე დაგეშილი ადამიანი და ადამიანი, რომელიც ნიგერიაშია ნამყოფი. შვენიერი. ნიკა, მე მაინტერესებს მაგალითად აი შენ როგორი ინტუიცია გაქვს? ინტუიცია მაქვს კარგი, ესეთი ინტუიცია მაქვს, რომელიც ასე ვთქვათ, ხშირად ამღალატობს ხოლმე და მაგალითად ინტუიცია კარგი მაქვს. და ამას ხვდები შენ თვითონ თუ როგორ? კი, აი მაგალითად ინტუიციით ყოველთვის ხვდები თუ მღალატობს ვინმე, მაგალითად აი ვინ? აი ცოლი თუ მღალატობს ყოველთვის ხვდები. და აი როგორ ხვდები ამას? ესეთ როგორ არის, აი მაგალითად სახლში მივედი, ხო? და კარადაში ვნახე შიშველი მამაკაცი სიტყვაზე. აი რაღაც ინტუიციურად ხვდები, რომ აი მღალატობს. კი, აი ეს შინაგანი. და მე მაინტერესებს აი ხა შენი ცოლი სად იმყოფება ამჟამად თუ იცი? ახლა? დიახ. ამ წუთას თუ ინტუიცია არ მღალატობს, მღალატობს. ანუ ეხლა თქვენი ცოლი თქვენ მღალატობს. არა, ჩემი ცოლი არ მღალატობს, თუ ინტუიცია არ მღალატობს, ცოლი მღალატობს. გასაგებია, ანუ ეხლა ინტუიცია მღალატობს თქვენ. არა, ინტუიცია არ მღალატობს. უბრალოდ თუ ინტუიცია მღალატობს, მაშინ ცოლი არ მღალატობს. ბოლო-ბოლო ვერ გავიგე, ანუ ინტუიცია მღალატობს თუ ცოლი მღალატობს? ან ერთი მღალატობს, ან მეორე, ორივე ერთად არ მღალატობს. ან ინტუიცია მღალატობს, ან ცოლი. კარგი, მოდი დავიწყოთ თამაში და პირველ უცნობ ადამიანად ვის აირჩევ? ანუ პირადი მონაცემი ავირჩიოთ. ერთი წუთით რა. ეს პირველი ნომერი. როგორ ახარ? თინა, როგორ ახარ? კარგად ბიჭოში, როგორ ახარ? რა ვიცი, რამდენი ხანი არ მინახიხართ, როგორ ახარ? დავიკარგეთ ესეა ცხოვრება. ჩემი ხوار გიშლით ხელს. არა, რა ხდება, ისე ვიქა ხარ საავადმყოფოში? ისე ვიქავარ იძვე საავადმყოფოში. გამოიარე მე. ხო, კარგი გადაცემის ეს არის და. კაი, მიდი. კარგი, ნახავ. შეიძლება რომ დავიწყოთ? კი ბატონო, დავიწყოთ. პირველს გამოვიცნობ ექიმს. ექიმს. დიახ. და ვადასტურებთ, რომ პირველს ვიცნობთ ექიმს. ექიმი არის პირველი ნომრით ადამიანი. კი ბატონო, დავადასტუროთ. დავადასტუროთ. გთხოვთ გვიპასუხოთ. ხართ თუ არა ექიმი? პასუხი სწორია, მე ვარ ექიმი. და კი ოცხალ. შენ ვარ 10 ლარის მფლობელი. ძალიან კარგი. დიახ. ძალიან მაგარი ინტუიცია. მოდი გავაგრძელოთ და შემდეგი ამოვირჩიოთ. შემდეგ საინტერესოა, ვინ შეიძლება? მოდი შემდეგ ამოვიცნობ ადამიანს, რომელიც არის ამ გადაცემის ყოფილი წამყვანი. ანუ ადამიანი, რომელიც დიახ, ამ გადაცემის ყოფილი წამყვანს ამოვიცნობ. და ვინ შეიძლება იყოს ამ 7 ადამიანიდან? 5 ნომერი არა, ხო? აშკარად არა, იმიტომ ის არაფერს წამყვანი არ შეიძლება იყოს. აი ეს ცოტა. აი ორი ნომერი არის ამ გადაცემის ყოფილი წამყვანი. რატო იქნებ შეიძლება 8 ნომერიც იყოს? არა, 8 ნომერზე სულ სხვა გეგმები მაქვს აბსოლუტურად როგორ, სულ სხვა იდეები მაქვს. აი მე ისევ ჩემს ინტუიციას დავებობ, რომელიც არასოდეს არ მღალატობს. იშვიათ გამონაკლისებს თორე დავუშვებთ და ნომერი 2-ით ადამიანი არის ამ გადაცემის ყოფილი წამყვანი. კი ბატონო, დავაფიქსიროთ მაშინ და გავარკვიოთ არის თუ არა. გთხოვთ გვიპასუხოთ, ხართ თუ არა ამ გადაცემის ყოფილი წამყვანი? დიახ, თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, მე ვარ ამ გადაცემის
ყოფილი წამყვანი. ბრავო. ერთი წუთი რა ძალიან დიდი ბოდიში. უბრალოდ ეგ თქვენ მაინც ამერსნათ. რატო ვარ ამ გადაცემის ყოფილი წამყვანი და რატო ვარ ეხლა წამყვანი? რა დავაშავე? ცუდად მივყავდა ეს გადაცემა. აი რა არ მივარგოთ. ესე გამოდიოდი ენერგიულად, მივესალმებოდი ესე ხალხს, მოგესალმებით, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ინტუიციით მოიგოთ 20,000 ლარი ვიძახ. კარგია, ენერგიული ვაკეთებდი ამ საქმეს, ხო ვაკეთებდი? აი რატო არის ეს და რატო არ ვარ მე ახლა? აი ამიხსენი. რითი ვარ ამაზე ნაკლები? გამოცდილება არ მაქვს. აი მიხარ. წამყვანობაში არ მაქვს გამოცდილება და უშუალოდ კანადი არ ვარ. შენ ხარ ჩემი ბატონი, ლექსიკა და გამოთქმა არ მივარგა თუ რა არის? არ არის ასე? თუ ბოლო მე ხვდები ხა შავი სათვალე არ მიკეთია თუ სექსუალური არ ვარ? უი სექსუალური არ ვარ. მე გამოვიცან დიდი მადლობა მაინც მადლობა წარმატებებს გისურვებ და გავაგზავნოთ თამაში და ვის აირჩევს შემდეგს. ესე იგი ექიმი გამოვიცანით კაფერის ხელოსანი მოდი ცოტა იქეთ შემოვიდეთ. კატა ხომ არ გამოგვეცნო? არა, მოდით იცით ვინ იყოს ვინ შეიძლება არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი. კი ბატონო. მოდი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი, არ ხუთი ესეც არ შეიძლება რომ იყოს გამორიცხული. არა, ის გამორიცხული. ეს იქნება აი ნომერი 3. ნომერი 3 არის არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი. ნომერი 3. და ვადასტურებთ. 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 ეს პასუხი არის სიმართლე. ზია, რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ეს პროექტი დაიხურა უკვე, დაიხურა, რით ვერ გაიგე, კაცო? დედა, ჩემი სიკვდილი რას ამბობ, ქალ რა დაიხურა? გადი ახლა აქედან დაიხურა სიმართლის დრო, რამდენჯერ უნდა ზია, გადი ახლა აქედან გადაცემას ჩამიშლი, კაცო. საწავიდე გოგო, რა მეშველება მე, საწავიდე რა დაიხურა? მოიცა, თუ დაიხურა, შენ მათ რა გინდა? მე რა ვიცი, აქ მე რა მინდა და მე გადამიყვანე სხვა პროექტში და შენ რა გააკეთო, მე რა ვიცი. ვაიმე, მე რა გავაკეთო აბა? დედა, დამჩე შვილები, დედა. მომისმინე, შენ იცი რა ქენი? ნანუკასთან მიგი და იქნება რამე მოგიძებნოს, ჰა? რას ლაპარაკობ, კაცო, იმას როსტი ხავს შესანახი და ახლა მე სხვა დავაწები. მომისმინე, რამე ქენი ახლა გადაცემას ჩამში, წადი ახლა აქედან. რა, უიმე, მართლა მაგათ ხვლიკი ხო არ აყავთ? ხვლიკი არ აყავთ? ხო და ხვლიკის პაროდიას ვაკეთებ მე და მივარ ხვლიკის პაროდია. წადი. ვაგრძელებთ თამაშს, არჩეული გაქვს შენ 3 ნომერი და გთხოვთ გვიპასუხოთ. თქვენ ხართ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი? მე ნები. დიახ. მოიცა ჩემზე თქვა რომ არატრადიციული ადამიანი ორიენტაციის ადამიანია რომ ჩემზე თქვა მაგრამ მე რა სიცოცხლეა აი მე არა აი მე რას ვიმეპარ ერთ-ერთი ოჯახში ქართულ ოჯახში ազდილი ადამიანი რომელსაც ტრადიციები ძალიან მოასწოს და უყვარს და დამტყმელი პულის ჭამელი ადამიანია რა შუაშია რა ვიცი დამტყმელი პულის ჭამელი კვინო დუდუკი ქალები რა სიცოცხლეა საიდან ესეთი ადამიანი რომელიც მეუნება ამას რომელიც არის ძალიან ათლეტური აღნაგობის რომელსაც გამომწვევი თვალები აქვს რაღაცა ძალაბაზი ტუჩები რომელსაც აქვს და ძალაბაზი ყურები რომელსაც აქვს და თვალები და აი ამ საღამოს ასაკეთებ კუკლა ეგარი გეკმერიფის მომენტი სათამაშოდ მოვედი აქ ვიღაც კუკლასთან კი არა ეხლა წადი აქედან სანამ რაღაც გესროლე აქედან რა აი ისე დაგაწიწკნი წადი ეხლა კუკლასთან ვიღაც მე ყოველთვის ხდები რა აი თუ რაღაც გეუბნებით ეხლას აი მეუბნებოდა ინტუიცია რომ ეს იყო და როგორ რა უნდა და რატო არ წავიდა თავის დროზე და მოდი გავაგრძელოთ თამაში და ვის აირჩევს შემდეგს შემდეგი ავირჩევ ადამიანს ვინ გაქვს რა ხომ არ აგვერჩია მაგალითად იეღოველი ავირჩიოთ არა მე უკვე მაქვს ჩამოყალიბებული ჩემი მწამს მოდი იყოს ადამიანი რომელიც ნიგერიაშია ნამყოფი. ადამიანი რომელიც ნიგერიაშია. კი ბატონო. მოდი. ადამიანი რომელიც ნიგერიაშია ნამყოფი. აი ხლა მე გეტყვით რაშია საქმე. ერთ წამით სანამ დავაფიქსირებ, ის იყო შეიძლება. აი 4 ნომერი. აი ეს ადამიანი არის ნიგერიაში ნამყოფი.
და ვიდრე დავაფიქსირებ შეგვიძლია აგიხსნათ. უყურე, აი ხა დააკვირდით როგორ იტვიცა, უყურე. აი ეს ადამიანი ჩემი აზრით ხო გეუბნებით არის ნიგერიაში ნამყოფი. ხა სხვა ვიზე უნდა იფიქრო ხო? ანუ შავკანიანი ადამიანი ნიგერიაში. არა მე ეხლა აგიზეთ უყურეთ რა შეა საქმე, მაგრამ ამ გადაცემის ესე ვთქვათ პროდიუსერები და ავტორები ხო ესე ადვილად ხო არ გააკეთებდნენ ყველაფერს რომ რომელია ნიგერიაში ნამყოფი და 5 ნომერზე ხო არ ვიტყვი ხო ის სადმე თუ ნამყოფი საერთოდ საინტერესო. ესე იტყვი იმაზე, მაგრამ აქ უკვე გამოცდილი ადამიანი ჩემს ადგილას ვინც დგას ის ამასაც მიხვდებოდა რომ ესე ადვილად არ იქნება საქმე ეს დამაბნეველია ეს ადამიანი ნომერი 4-ით გულისხმობ და იტყო და სხვაზე დაიწყებდა ძებნას ესე ადვილი ხო არ იქნებაო მაგრამ მე ამასაც ვიტოლისწინებ უყურეთ რა შესაძლოა და ისე სხვაზე არ გადავდივარ და ჩემი მყარად ჩემს პოზიციაზე ნომერი 4 ნომერი 4 ჩემი აზრით ნომერ 4-ს დიახ და ნახეთ მე როგორი ინტუიცია მაქვს გეუბნებით დავადასტურებ და პირდაპირ მომეცით 20000 ნუ მაწვალებთ ხვდებით უყურეთ ჯერ დავადასტურებ და მე გასტურ აი ასე დავადასტურებ ყარად ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა ნიგერიაში ნამყოფი რაღაც ეკითხებით არა რას ამბობ რა ნიგერია სამტერიალი ვარ ძმაო აკაც თბილისში არ გავსრიები ვარ იქაც ყოფილეც მინდოდა და სასულა მაგრამ არ გამიშვი გონია მოსაპარაკს მიდივარ შენ მოიცადეთ ანუ არა ნამდვილად დარწმუნებული ხარ დიდი მადლობა სამწუხაროდ შენ ამ შემთხვევაში წააგე მაგრამ შენ გქონდა ერთი შანსის გამოყენების უფლება ეს შანსი შენ გამოიყენე და არა თამაში არ შეგვიწყვეტია უბრალოდ შანსი გამოიყენე უცნობი ადამიანი და მოდი შემდეგი ვინ იქნება ავირჩიე შემდეგი აი დაფიქრებ აი აქ კი ნამდვილად ინტუიცია მაქსიმალურად გამოვიყენე. აი თქვენ წეღან ახსენეთ კატა, ხო? ესე იგი მე ძალიან გამიკვირდა რომ აქ არის კატა, მაგრამ აი ხლა გამოვიცნობ ნამდვილად ამ 4 ადამიანიდან რომელია კატა. საინტერესოა ვინ შეიძლება იყოს კატა. იცით რა ეს რაღაც უკვე აი თქვენ ჩემს ინტუიციაზე თამაშობთ ახლა თქვენ. და შეიძლება რომ მეგობრები მე უნდა შემომეთავაზებინა ახლა ცოტა გადავღალე ინტუიცია იმასაც თავის საქმეებია ხო 1000 რაღაცა დაგვეხარა მეგობრები მოგესალმებით ემი დირექტორი ეგა ანუ ვინ გონიათ თქვენ რა კატა კაცო სხვა მეორე მთქვას რა ძალიან თქო მე არ შეიძლებოდა შემეჩია ჩემი მეგობრები ახლა მე ასე ფიქრობ ჩემი აზრით ახლა ადამიანი ხა თუ გადაარი ხო მაშინ ჩაფებულა ის ხო ელემენტი ახლა ჩემ თუ არა ზუა მაშინ უნდა მოგლაფება ის თქვა და თუ შეიძლება რა ფერა გადავა რა ერთად გადავა მაგრამ რა ხავა აი მე რა არის ეს თამაშის პრინციპია თუ რა შეიძლება არ მინდა რა ვის დახმარება მე თვითონ გამოვიცნობ კატა დამანებეთ და თქვენც გაჩუმდით რა ცოტა ხნით მოდი გადავწყვეტეთ ვინ შეიძლება იყოს კატა გადავწყვეტა კი არა ეხლა გეტყვით რომელიც არის კატა